ეს პროტესტი ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდა, ეს არის ჭიათურის პროტესტი და ჭიათურელი მაღაროელების თუ სწორად მახსოვს დღეს არის 126 დღე პროტესტის და მე-15 დღე არის შიმშილობის 7 ადამიანის შიმშილობს და დღეს აი ეს კადრები გავრცელდა თუ გვაქვს საშუალება პარალელურად გავუშვათ მოშიმშილეები ნაწილი, ნუ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ლიდერია და ყველა ძალიან კარგად იცნობთ, მისი მდგომარეობა გაუარესდა, დღის განმავლობაში ორჯერ გახდა სასწრაფოს და სამედიცინო პერსონალის გამოძახების საჭიროება, თუმცა მოშიმშილი ადამიანები უარს ამბობენ როგორც მედიკოსების დახმარებაზე, ასევე შიმშილობის შეწყვეტაზე თავისთავად და მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის არა ის, რაც თავიდან იყო, არამედ ახლა მთავარი მოთხოვნა მათი არის იმ 4 ადამიანის გათავისუფლება, რომელიც დაკავებულია, ისინი არიან პროტესტის როგორც ლიდერები, ასევე მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ ეს 4 ადამიანი დააკავეს იმ რაღაც პროვოკაციის გამო პრინციპში, რომელიც მოუწყვეს და რომელსაც წამოიგნენ კიდეც და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, მათგან ერთ-ერთი ასევე საპატიმროში შიმშილობს და ჭიათურის პროტესტი არის პრინციპში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ჭიათურის პროტესტი არის მაგალითი იმისა, რა გამოიწვია ხალხის ინერტულმა დამოკიდებულებამ ერთი კონკრეტული რაიონის პრობლემისადმი. თითქოს ყველას ჰქონდა გულისწყეტაც და ყველა ამბობდა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჭიათურაში, მაგრამ ჩართულობა ამ აქციისადმი, ამ პროტესტისადმი და ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობა ჩვენ ვერც თბილისში მათი აქციის დროს ვნახეთ და ვეღარც დიდად ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის ფონზე ვეღარ დავინახეთ. ეს პროცესებიც, რაც ახლა ჭიათურაში მიმდინარეობს უკვე 100 დღეზე მეტია, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ქართული ოცნებისთვის და არა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, ასევე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ეს აქცია ჯერ კიდევ საწყის ფაზაში, როცა იყო, ლიდერები ამბობდნენ, რომ ჭიათურაში ოცნება 70%-იანი მაჩვენებლით მოიგო, მაგრამ ახლა ამის ნახევარიც აღარ ექნებათ, იმდენად მძიმე ყოფაში არის სრულად რაიონი. რამდენად შესაძლებელია, რა ვიცი, ამ ადამიანების დახმარება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის და პროტესტის რაღაც გამშველა, ან თუნდაც სახელმწიფოს ჩართულობების ზეწოლა, ან სახელმწიფოზე და ხელისუფლებაზე ზეწოლა იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რაღაც გადარჩეს. ჭიათურაში ძალიან საშინელი უსამართლობა მოუვიდა მაგ ადამიანებს. მათი ინტერესები, მათი ეს პრობლემა წინააღმდეგობაში მოვიდა ძალიან მსხვილ ბიზნესთან, სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ ფინანსურ ჯგუფთან და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ დაჩაგრა ეს ადამიანები ფინანსური ინტერესების გამო. ის ადამიანები ჯერ ჯერ აპროტესტებდნენ, ჩვეულებრივად ითხოვდნენ ძალიან სახელმწიფოებრივად და ნებისმიერი კუთხით, ანუ რა კუთხით არ უნდა შეხედო, მათი მოთხოვნა იყო ძალიან გამართული და სამართლიანი. რასაც ისინი ითხოვდნენ, ის რომ სახელმწიფოს აეღო პასუხისმგებლობები ჭიათურის მაღაროებთან დაკავშირებით. რაც თავისთავად ცხადია, არ აწყობს აი ამ კერძო ბიზნესს და ფინანსურ ჯგუფებს. მათ აწყობთ, რომ პასუხისმგებლობები საერთოდ არიდებული ჰქონდეთ ნებისმიერი კუთხით. ამიტომ ბოლოს იქამდე მივიდა ეს ყველაფერი, რომ რაღაცა პროვოკაციები მოუწყვეს მათ საციხეთ გაუხადეს საქმე და ეგრე
დააშინეს ისინი, ეხლა უკვე საქმე იქამდეა მისული, რომ იმ ადამიანებს აღარ უშვებენ გარეთ და პროტესტი უკვე მაგ თემასთან არის თემაზეა. 4 წლით თავისუფლების. ეს გამოხატავს სინამდვილეში რანაირ ქვეყანაში ცხოვრობთ. ეს საკითხი გამოხატავს მაგას, რომ უნდა ესმოდეს ხალხს როგორ უყურებს ხელისუფლება ამა თუ იმ პროტესტს და რა კრიტერიუმები დაფასებს პროტესტს ეგ უნდა გვესმოდეს. საერთოდ რა არის, იცი? მე როცა ვლაპარაკობ, შეიძლება ვიღაცამ ეს ყველაფერი გაიგოს რანაირად, იცი? არასწორი რაღაც კუდი მოაბას, რომ აი პოლიტიკური პარტიებს როცა ახსენებთ თქვენ რაღაც თქვენ თავზე გინდათ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ, ანუ დაუკავშიროთ. რა შეიცით საქმე? ნებისმიერი პროტესტი, როცა თავის თავში არ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო აი ეს მართველი რგოლი კარგავს ამ მომრჩეველს, მასეთი პროტესტის არეშინია მთავრობას. და ეხლა რასაც ჩვენ მანდ ხედავთ, ანუ ჩემი ანალიზით ქართულ ოცნებაში არის ასეთი დასკვნა გაკეთებული, რომ ეს ადამიანები მათ თამამად შეუძლიათ რომ დაჩაგრონ, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ გულისხმობს რაღაცა არჩევნებში ხმების დაკარგვას. და შესაბამისად ძალიან ბევრი სუფლებას აძლევს ხელისუფლება მაგ ადამიანების წინააღმდეგ. და ეგ სამწუხაროდ, აი ეგ არის მთელი პრობლემა, არა მარტო ჭიათურის და ჭიათურელების პრობლემა, ეგ არის ზოგადად ქვეყნის პრობლემა და უამრავი ჩვენი პრობლემა გამომდინარეობს მანდედან, რომ რაღაცა საკითხის მოგვარება ხდება მასე. ხელისუფლება უნდა მოხვდეს. ხელისუფლებამ უნდა დარტყმა იგრძნოს რაღაცა საკითხის დროს. რაღაცას როცა აშავებს. და დარტყმა გამოიყურება რაში? დარტყმა გამოიყურება იმაში, რომ აი ასეთ საკითხებს, როცა ასეთ უსამართლობას როცა აკეთებს ხელისუფლება, ხალხს უბრალოდ არ უნდა მოერიდოს და არ უნდა შეეშინდეს იმ პოზიციის ღია დაფიქსირება, რომ ეს ამ ხელისუფლების მხარდაჭერა აღარ შეიძლება. არ არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი არავითარ შემთხვევაში. მაგის ღია დემონსტრირება მაგ შეხედულების არის საქმე. და ისეთი შეხედულების ისე დაყენება, რომ აი თითქოს ხელისუფლებამ რაღაცა პროტესტი უნდა გაიგოს და გამოასწორებს, ეგ სამწუხაროდ ეგრე არ მუშაობს. სამწუხაროდ ეგრე არ არის მოწყობილი ეს ცხოვრება, რომ აი ხელისუფლებამ რაღაცა პრობლემის შესახებ უბრალოდ არ იცის და მაგიტომ არსებობს ის პრობლემა. სინამდვილეში ძალიან კარგად იცოდა ხელისუფლება ამ ხალხს, რასაც უკეთებდა. აი ციხეში რო გაუშვეს, წინასწარ იცოდნენ ციხეში გაშვებას რომ უპირებდნენ, იმიტომ რომ საერთოდ ეგრე უდგება, ეს ხელისუფლება პროტესტს ეგრე უდგება, დაღლა, გამოფიტვა, მოსახლეობის ყურადღების სხვა თემაზე გადატანა და მერე დაჩაგვრა, იმ ხალხის დაჩაგვრა, დაშინება. ეგრე მოქმედებს ეს ხელისუფლება და ეს თუ არ მოხერხდა, რომ აი ეს ხელისუფლების მოქმედება ხალხმა გაიაზრა და დააკონვერტირა იმაში, რომ აი შენ თუ ეგეთი ხარ, ეს პოლიტიკური ძალა თუ მაგას აკეთებ, ხო? მოდი მაშინ მე სხვა პოლიტიკურ ძალას დავუჭერ მხარს.
აი მაგაში სანამ ასე არ დადგება საკითხი, დამერწმუნეთ, რომ ეს ქართული ოცნება რასაც უნდა იმას უარეს სიზამს. საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში ცხოვრობთ უკვე, მეგობრებო. აღარ არის, აი არჩევნებამდე რანაირი ქვეყანაც იყო საქართველო, ეგეთი აღარ არის. საქართველო გახდა ბევრად უფრო ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერი რაღაცა პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება, ბევრად უფრო სახიფათო გახდა. რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ დაუჭირა მხარი არჩევნებზე ქართულ ოცნებას. და ქართულმა ოცნებამ ერთპიროვნული ძალაუფლება იგრძნო, თან ჩათვალა, რომ ადვილად ახერხებს გამარჯვებას არჩევნებზე. და ასე გაგრძელდება, ეს ჩათვალა. და აი ამ ძალაუფლების დემონსტრირება დაიწყო. ანუ ბევრად უფრო სახიფათო გახდა. და შესაბამისად, ეხლა მაგის გამოვლინებებს ვხედავთ ჭიათურაშიც. აი ხა ჭიათურაში რაც ხდება, ეს მაგალითად რაღაცა პერიოდის აი უფრო ადრე, რომ იგივე მომხდარიყო. ასეთი დონის დაჩაგვრა არ მოხდებოდა მაგ ხალხის, იმიტომ რომ უფრო გაითვალისწინებდა თავის რთულ მდგომარეობას ხელისუფლება. ეხა აღარ თვლის ხელისუფლება, რომ რთულ მდგომარეობაშია.